ამ შესაძლებლობისთვის ერთი თვე თუ შევაფასებდით ამ რეზოლუციის შინაარსს, ეს არის ტრაგიკული ქართული სახელმწიფოსთვის, ტრაგიკული შინაარსია. ქვეყანა, რაც მე ვარ ის თავის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა სიტყვებზე, მე ვარ ქართველი, მაშინ მე ვარ ევროპელი, 25 წლის წინანდ ამ ფრაზაზე და ნამდვილად არ მეგონა, რომ ოდესმე მოვესწრებოდი, რომ ევროკავშირი რაიმე ფორმით, რომელიმე მისი ორგანოს და მით უმეტეს ევროპარლამენტის განცხადებაში და რეზოლუციაში მოხსენებული იქნებოდა როგორც არ შემდგარი სახელმწიფო, მიტაცებული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც რუსულ ორბიტაზე ბრუნდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნამდვილად ძალიან მძიმეა მთელი ქვეყნისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც უდიდესი შრომა გაწიეს ბრიუსელში, სტრასბურგში, ევროპის სხვა დედაქალაქებში 10 წლეულების მანძილზე იმისთვის, რომ საქართველოსთვის ყურადღება მიექციათ უბრალოდ როგორც ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის და საქართველოსკენ არამცუ აი კანდიდატის სტატუსამდე მისულიყო საქმე, არამედ ყურადღება მიექციათ ამ ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან ბევრი წლის, ბევრი ადამიანის შრომის წყალში ჩაყრა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს დაყენება ძიმე გასაყარზე. ეს არის ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედებების ძალიან ლოგიკური გაგრძელება. ივანიშვილმა ევროკავშირთან შეწყვიტა ფაქტიურად ურთიერთობები, მან შეწყვიტა სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ის ახლა ქვეყანას მიაქანებს იმ კრიზისში, რომელიც მან დაიწყო და რომელიდანაც გამოსავალს ვერ ხედავს და არ იცის რა არის გამოსავალი. ის დასანქცირებულია, საქართველო დღეს არის იზოლირებული ქვეყანა, ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო როგორღაც აღმოჩნდეს რუსული არწივის ფრთის ქვეშ ისევ დამოუკიდებლობიდან 33 წლის თავზე. მე ვერ გითხოთ ვინ გაიზიარებს ამას, მაგრამ შინაარსი უკვე ძალიან მძიმე არის ამ რეზოლუციის. კი ბატონო, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მუდამ ამბობენ, რომ ეს არის უმძიმესი რეზოლუცია ქვეყნისთვის, ანუ ლახვარის ჩაცემა, ძალიან მძიმე. ამ დროს მათი მეცადინეობითაც ისინიც პრინციპში ზოგიერთი სტრასბურგშია და თავადაც იღებენ მონაწილეობას, რომ იყოს ასეთი მძიმე რეზოლუცია. ანუ მაშინ შეფასება როგორია, რომ გარემოება არის მძიმე, რომელმაც თქვენს პარტიებიც და ევროპარლამენტიც აიძულა, რომ ასეთი დოკუმენტი მიეღოთ, ანუ ასე ხომ არ ჯობია უფრო საკითხის დასმა. ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე მგონი ჩვენ მე ლელოს ძლიერ საქართველოს ეს არ გვეხება ამაზე საუბარი, ეხლა ჩვენ იქ ამაზე არა ვართ, ის რომ ჩვენ პარტნიორებს იმ ადამიანებს, რომლისთვისაც ამ ქვეყნის განვითარება, ამ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა და ინტეგრაცია ევროკავშირთან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს უბრალოდ სიმართლეზე ვილაპარაკოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, მე მგონი ამაზე ლოგიკური არაფერი არ არის. მე ამას ვერ დავარქმევ, არასწორი ინტერპრეტაცია მგონია ამ პროცესისთვის, აი დარქმევა, რომ რაღაცა ფორმით ოპოზიციის მეცადინეობით ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ძალიან კაფიოდ გამოვიმეორებ, ამ რეზოლუციის ავტორი ფაქტობრივად არის ბიძინა ივანიშვილი. როგორც ბიძინა ივანიშვილი არის ავტორი შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის. როგორც ის არის ავტორი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, როგორც ის არის ავტორი საკუთარი პრემიერ-მინისტრის დაყენების ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან, რომელიც იმ ღამესვე ცივილიზებული სამყარომ ისრაელმა ლიკვიდაცია მოუწყო. ამ ყველაფრის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. ამ კრიზისის ავტორიც ხაოდენდიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა დაპირდა აპრილის თვეში თავის ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ მინდა რომ შევახსენოთ თელს საქართველოს თქვენი ეთერით, რომ ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილიც კი პროევროპელია. ხალხო, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი აბსოლუტურად ყველა კვლევით და ყველა რაიმე სოციოლოგიური გამოკითხვით ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირის და საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრე იყო და სულში ჩაფურთხება იყო ყველა ეს ქმედებები აპრილის თვიდან მოყოლებული, აი მთელი საქართველოს უდიდესი უმრავლესობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის ის რაც საკეთებს. ამიტომ როგორც ყველა წინა ნაბიჯით, რომელმაც დააზიანა ეს ქვეყანა, ამ ნაბიჯის ავტორიც არის ბიძინა ივანიშვილი. და ეხლა პროპაგანდა ამით ცდილობს, რომ გამოყვებოს მათ შორის ის ხალხი ქართული ოცნების მხარდამჭერებიდან, ვინც ევროკავშირის მომხრე არის, რომ თითქოს ვიღაცეების მეცადინეობით ხდება და ერთი კაცი მეცადინეობს საქართველოს ბედზე
უკანასკნელი თვეებია. ერთადერთი კაცი მეცადინეობს საქართველოს ბედზე და ამ კაცმა საქართველოს როგორც სახელმწიფო, როგორც ერის სახელმწიფო, როგორც ცივილიზებული ევროპული სახელმწიფო აქცია თავის პირად სააქციო საზოგადოებად, რომელიც ხან მის ქონებას ინახავს, ხან მის ოქროს ინახავს და აგერ დღეს გაირკვა, რომ 9 მილიარდის ნახატებით შემოიტანა ამ ქვეყანაში იმ ოფშორების კანონით, რომელიც რუსულ კანონთან ერთად მიიღო. ეს პოლიტიკურ პროგნოზში კაზო, აი ნახატების შემოტანა, რომელზეც ვილაპარაკებთ ჩვენ ასევე შემდეგ გამოშვებაში, უფრო ცლად და უფრო მეც, როგორ შეიძლება ითარგმნოს მის პოლიტიკურ გეგმებში, რას ნიშნავს ეს, ან მის ხედვებში, როგორ ხედავს თავის ადგილს და მომავალს ამ ქვეყანაში. როგორ ჩანს, ის დიდხანს კარგად აქ ფიქრობს, რომ იქნება, ვინაიდან მთელი თავისი ქონების კონცენტრაცია სახდენს სწორედ საქართველოში. მე უფრო თქვენის ნებართვით ვიტყოდე, რომ მას სხვა გზა აღარ დარჩათ, ხო? მას სხვა გზა აღარ დარჩა. მე არ მგონია, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ აქ რაღაც ფესვებია გადგმული და დარწმუნებული იმაში, რომ დიდი ხანი იქნება, უფრო უბრალოდ სხვაგან აღარცად აღარ გაეჩერება ეს ქონება. ამიტომ მოაქვს, იმიტომ რომ სხვაგან ვეღარ აჩერებს. ამ ქვეყანაში ეს ქონება შემოიტანა, ეხლა როგორც ავწე უკროს ყიდულობს საქართველოს ეროვნული ბანკის ხარჯზე და შემდეგ ეროვნულ საცავში ინახავს ამ ოქროს. ეს სულები, ჩემი აზრით, არ არის რაღაცა ძალიან კარგად გათვლილი სტრატეგია. დიანა, გამომდინარე იქიდან, რაც თქვი, ჩემ წინა კითხვაზე პასუხში. ამ კაცმა დაიწყო რეალურად კრიზისი და ეს მისი დამოგონილი და დაწყებული კრიზისია. მან დაანო აპრილის თვეში, რომ ამას აპირებდა. შემდეგ არჩევნების მერე მიზანმიმართულად ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარი განაცხადა. ის კრიზისი დაიწყო, ოღონდ ყველა მიხვდა ეხა უკვე, რა ვიცი, ყველაზე ერთგული ქართული ოცნების ამომრჩეველის მიხვდა, რომ ამ კაცმა ეს კრიზისი დაიწყო და ამ კრიზისთან ვეღარ გამოდის. რა გამოსვლაზეა ლაპარაკი მეგობრებო კრიზისთან, როდესაც ამ პროცესში თვითონ საკუთარი თავი ვერ დაიცვა და დასანქცირებული არის დღეს. აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ მისი გარემოცვის დაცვაზე. ვერავის ვერ დაიცავს ეს კაცი და რეალურად მისი მდგომარეობა ეხა არის ხელოვნურად წამოწყებული კრიზისი, რომელიდანაც გამოსავალს ვერ ხედავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეხა პანიკაშია, მაგრამ სულები, რომელსაც აკეთებს, ეს სულები არის რაღაცა პანიკური იზოლაციის. ის იზოლაციაში, როგორც თვითონ მოსწონს თუ არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ის იზოლაციაშია, თელ ქვეყანას ამ იზოლაციაში კეტავს ეხა და ნუ ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რა ვიცი ეხა კაიმანის კუნძულებზე და ბრიტანულ ვირჯინიაზე ვეღარ აჩერებს ამ ნახატებს და აქ შემოიტანა თან თქვენ და მე და საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს განათლების გადამხდელებს და იმათ, ვინც ამ ბიუჯეტის ბენეფიციარები ვართ, 90 მილიონი დოლარი ამოუღო ჯიბიდან, დღეგი არ გადაიხადა, ქონების განსახადი არ გადაიხადა, ისე შემოიტანა. ახლა ეს ამ დეტალებში არ მინდა რადგან თქვით, რომ მომავალი განცემა ამ თემაზე გექნებათ, მაგრამ ხო, მარტივად რო ვთქვათ, ეს კაცი ეხა არის რეალურად ჩიხში შესული. მე მგონია, რომ ჩიხშია მათ შორის, იმიტომ რომ ელექტორალური გამოძახილი აღარ აქვს. ის რატო ამყარებს ეხა, რატო ცდილობს კონსოლიდაციას დემოკრატიის გარდა იმისა, რომ მარწუხებით ცდილობს, რომ ოპოზიცია და საპროტესტოდ გაწყობილი ელექტორატი რაიმე ფორმით მოგუდოს, ეს არ გამოსდის. მათ შორის მან ხო იცის, რომ ელექტორალური ბაზა მოირღვა. ხო მოირღვა ეს ელექტორალური ბაზა. ამ არჩევნებშიც კი, ოქტომბრის არჩევნებშიც კი, მისი მთავარი გზავნილი იყო ღირსებით ევროპისკენ. ეს ხო შემთხვევითი არა. ამ გზავნილის ადრესატი ხო ქართული ოცნების ამორჩეველი იყო, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს უკვე 12 წელია ბიძინა ივანიშვილი და ხო იცის, რომ მასე ამორჩეველის უმრავლესობაც პროევროპელი იყო და ეხა ელექტორალური ბაზაც აღარ დარჩა. ამიტომ ეს სულები ეხა ეს რაღაცა თვითდაჯერებული კაცის თამაში მისი პროპაგანდის მხრიდან და ეს რაღაცა გაუთავებელი ტყუილები ვითომ არ არსებულ 6 მილიარდზე და სხვა ასეთი სულები, ეს ყველაფერი არის შეშინებული კაცის იზოლაციაში ჩაკეტვის მცდელობა, კაცის, რომელიც უბრალოდ არ იცის როგორ გამოვიდეს ამ კრიზისից და ეხა ყველა სვლას გააკეთებს და ყველა მცდელობას გააკეთებს, რომ ეს ქნას და მე არ მინდა რომ ნიჰილიზმი გავაჩინო ამით, უბრალოდ ეხა მე მგონი ყველაზე ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერავიზე ვერ გადავიტანთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის გადარჩენის და რეალურად ეგრე დგას საკითხი, უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ამიტომ მნიშვნელოვანია ეხა დიდი კონსოლიდაცია ეროვნული იდეის გარჩევა, რომელსაც თქვია ამ ქვეყნის როგორც სახელმწიფოს გადარჩენა. თაზო, დიდი მადლობა, თაზო დათუნაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენ დავბრუნდებით დღის